ნობელის პრემიის ლაურეატი დედა ტერეზა დაიბადა ქალაქ სკოპიეში, მაკედონიის რესპუბლიკაში. აგნესი, ასე ჟღერდა მისი სახელი ინგლისურად. იგი სამი შვილიდან უმცროსი იყო. დედა ტერეზას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ოჯახთან ერთად სისტემატურად დადიოდა ეკლესიაში და მსახურებას ესწრებოდა. ხიარულების მოყვარული და პოპულარული აგნესი სიამოვნებით ერთვებოდა სხვადასხვა აქტივობაში, ეკლესიის ახალგაზრდებთან ერთად. მამამისი მოულოდნელად გარდაიცვალა და ოჯახის რჩენის მიზნით დედამისმა მკერავად დაიწყო მუშაობა. ამის მიუხედავად არასდროს ავიწყდებოდათ გაჭირვებული ადამიანები და ხშირად ეპატიჟებოდნენ ვახშამზე საკუთარ სახლში. აგნესმა იგრძნო, რომ მას ღმერთმა მოუწოდა მსახურებისკენ. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ლორეცოს ირლანდიელ დებში ჩაირიცხა. 1921 წელს მონაზონი გახდა და სწორედ იქ მიიღო სახელი ტერეზა. მოგვიანებით ინდოეთში გაგზავნეს, რათა გოგონათა სკოლაში ესწავლებინა. იქ არაერთი ღარიბი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, რომელთაც ეხმარებოდა და ზრუნავდა მათზე. დედა ტერეზა მოითხოვა შენობა მომაკვდავებზე ზრუნვისთვის გამოსაყენებლად. აუშენეს კიდეც ჰოსპისი, თუმცა გაბრაზებული ბრბო შეიჭრა და დანგრევით დაემუქრა. მან გაბედულად მიიწვია ბრბოს ლიდერი და საკუთარი თვალით აჩვენა თუ რა ხდებოდა შიგნით. შერცხვენილმა კაცმა ტრულად განწყობილი ბრბო თავადვე განდევნა იქიდან. საქველმოქმედო მისიონერთა ორდენის დაარსების შემდეგ დედა ტერეზამ კიდევ უფრო გააფართოვა თავისი მსახურება და ჩვილებსა და კეთროვნებზეც დაიწყო ზრუნვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რომელსაც გამოვავლენდით ქრისტეს მიმართ, აცხადებდა დედა ტერეზა. გასაოცარი გამბედაობისთვის მან არაერთი ჯილდო მიიღო. მათ შორის 1979 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. მის რჩევებს ითვალისწინებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც მაგალითად პრინცესა დაიანა იყო. 1997 წელს გარდაიცვალა დედა ტერეზა და ინდოეთში გაიმართა სახელმწიფო პანაშვიდი, რომელზეც მთელი მსოფლიოდან იყო ხალხი ჩასული.